განცხადებაში გვეხმარება კომპანია USA to Georgia. მოგესალმებით, ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ ვიწყებთ თქვათ რას ვიწყებთ? მესამე პროექტს. ერთი როა მასშტაბში. გაჩვენოთ რა არის? უბრალოდ რა არის, იცი? ბატონო გუჯა. უნამუსო იქნებოდა სუპრას მერე. თოჯი რო არ დაგვეტო. მაგიტომაც თავაზობთ დოჯს. მესამე პროექტი ერთი როაზე აუცილებლად ფორსაჟის დოჯ ჩარჯერი, კონკრეტულად დომენიკ ტორიტოსი და უნდა მოყვეთ ეხა ისტორია რატო არის ეს მანქანა აქ. და ერთ დავამატებ რა. ძალიან ბევრი ჩვენი გამომწერი ფიქრობდა რომ 10,000 იქნებოდა ეს. პირველი ხო იქნება რა. ბაზარი არა. პირველი იქნებოდა ეს. არა და ეს მესამეა. ხო და მაშინ ამ ვიდეოში იმის უფლება გვაქვს თქვათ რომ მესამეა. კი ბატონო. და პირველი რა უკვე დაიდო. ეს რო იდება. რა თქმა უნდა. პირველი დაიდო ბრაიანის R34. მოყვა მაგას მერე Toyota Supra. და მესამე აუცილებლად ეს უნდა ყოფილიყო. ანუ თავად გამოვიდა რომ ჩვენ სეტი შევკარით. ხო, თამამად ვიძახი რომ საქართველოში ერთადერთი კოლექციონერი ვარ, ვისაც ფორსაჟის სეტი აქვს 1.8-ზე. კი ბატონო, 3 მანქანაა გამოსული ფორსაჟიდან და 3-ვე ყავს. მოდი მაშინ მოყვეთ ისტორია რატო მოხდა ეს მანქანა. არა, რატო მოხდა მაგას ყველა მიხვდება, იმიტომ რომ ფორსაჟია. მაგრამ ჩვენ რამდენი ხანია გვინდა რომ გქონდეს? ჩვენ რამდენი ხანია გვინდა რომ გქონდეს და ერთი როა მიმართ ინტერესი საიდან დაიწყო, მოდი მოყვეთ ეკა. რა თქმა უნდა. არ მახსოვს პირველ ვიდეოში, R34-ის პირველ ვიდეოში არის მაგ სადღაცას იქ R34-ში მაგ ნათქვამი მე მოყოლილი მაქვს. რომ პირველი მანქანა იყო თქო, სხვა თქო. კი. და ვერ ვიყიდეთ თქო. და ის პირველი სხვა მანქანა არის ეს მანქანა. კი. და იყო ქვეყანაში, რომელიც ჩვენ ძალიან არ გვიყვარს. ქვეყანა რა ეხა მაგათი მთავრობა და ფაქტიურად ხალხიც არ ვარ გამეთუმი. მოდი მოკლედ რუსეთში იყო რა. მოყვეთ ისტორია. როცა კოლექციონერი გავხდი. ჩემმა ძმამ სულ რაღაცებს ეძებს ხოლმე რა. ხო. მანქანებს და ერთი დღეს არის და მეუბნება რომ შენ გონია რომ მანქანებს აგროვებ. 1.53-ს ვაგროვებ. ჩორტი რო ჯაგვი არა. 1.53-ს ვაგროვებდი. ახალი დაწყებული მაგთან და შენ გონია რომ საკოლექციო მოდელები მაქვს მეუნება. მოდი მე მანამდე პირველ მოდელს, პირველ ნომერს გავხსნა. ხო, და მეუნება ეგეთ რაღაცას რომ გინდა გაჩვენო ნამდვილი მოდელი როგორია. აბა მაჩვენე მეუნება. და ხედავ რას რომ ჩემი საყვარელი ფირმიდან ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მანქანა 1.8 მასშტაბში თან ზომაზე ხო დავიშოკე მაშინ. დეტალიზაციაზეც ხო დავიშოკე და ფარები რო აითო და მოტორს რო ხმა ქონდა და სალონის დეტალიზაცია და ასე შემდეგ და იმ დღიდან დავიწყე ფიქრი რომ როგორც მოხდეს ჩემთან ეს მანქანა და თუ მოხდებოდა ისიც ვიცოდი რომ აუცილებლად იუთუბერობა უნდა დავიწყო. ანუ უნდა გადავყევ. ესე და მანქანიდან გადის დაახლოებით 4 წელი. ნუ სამი მაინც ეს ვეღარ ვიშოვეთ მაშინ და ერთი დღე არის ვეძებ ჩემთვის რამე საკოლექციო მოდელს eBay-ზე რომ გამოვიწერო. და შემთხვევით eBay-ზე ვაწყდები ერთ-ერთ ნომერს 1.8-ზე Nissan Skyline GT-rs. კი. იაპონურ ენაზე თან სურათი იყო R34, რომელიც ჩვენ არხზე უკვე დებს და და ეგრევე შენ დაგიგე რომ მეთქი დოჯი გავმაზეთ, მაგრამ ეს მეთქი შანსი არ არის ბრაიანის R34. ამის გამას ვარ შეიძლება. ხო და მეთქი მაგი დავიწყოთ მეთქი თან მაშინ ვემთხვი რომ 10,000 გამომწერზე დავდოთ ხო პირველი მაგი დავიწყოთ მეთქი და მე რასაც გამოვშვებენ ვიყიდოთ ხო რა მაგრამ ერთი ვიცოდეთ რომ
დოჯი რო არ გამოეშვათ ისევ შემოატრიალეს ის რო არ შემოეტრიალებინათ ვიცოდით რომ უნდა ჩვენით გვეყიდა რამენაირად მაგრამ რადგან შანსი გამოჩნდა ეგრევე ვიყიდეთ რა შანსი ხელიდან არ გავხდი დაბარა ხო და რაღაც განსხვავებულ შეამჩნევდით და რა საბათუს რა ჟურნალები არ არის ხო ამას ჟურნალები არ მოყვება საიტის ექსკლუზივი იყო მოკლედ როცა ეს მანქანა ვიყიდეთ რა ძნელად იხსნება დავიკარგე საიტის ექსკლუზივი იყო მოკლედ როცა ეს მანქანა ვიყიდეთ ხილად და ეს ანუ როცა საიტზე ყიდულობ და ახალი პროექტი აღარ არის და შემოტრიალებულია ის არის რა ქვია ჟურნალები აღარ მოყვება რა და გიგზავნიან იმას რა ქვია ელექტრონულ ვერსიებს აუ რა ლამაზი კაპოტია ეს შიდა მხარეა კაპოტის აი კიდე ის უნდა გავიხსენო ვიღაცა უფრო დამეწერა ამერიკული მანქანები გადაიღეთო მეტი რა შურუპები და პლუს კიდე ცალკე შურუპები ყრია აქ რატომღაც ნასიბად არის კიდე ის უნდა გავიხსენო ერთმა რო დამეწერა ამერიკული მანქანების განხილვა რატო არ დევს და ამას მე რამდენად ვატრიალებ დოჯს ეს ნახე რანაირი რაღაცაა და კიდე ერთი რაღაცა უნდა ვთქვა დაგვიწერეთ კომენტარებში ვის გახსოვთ ჩვენი პირველი ვიდეო ერთი და ორი შურუპები არ ყოფილა სხვა რაღაცა არის ხო მოიცა რაღაც მინდა კიდე რო ვთქვა რა დაგვიწერეთ კომენტარებში ვის გახსოვთ ჩვენი პირველი ვიდეო სულ პირველი ვიდეო ნახე რამ სიმძიმეა არა არ არის მძიმე აი ესე მოკიდე და არ არის არა მე ხო და სულ პირველი ვიდეო დაწერეთ აბა კომენტარებში რა იყო სულ პირველი ვიდეო იყო ფორსაჟი დოჯ ჩარჯერი 1.24-ზე რითიც იუთუბერობა დავიწყე და ის მანქანა იყო ამის გამოძახილი ეს რო გვიდოვდა და ვერ დავითრეთ ის ვიყიდეთ მე კი გავბრაზდით და ეს სტატუი ორ კაც მოყვა ხო ეგ მოყვება ნელა პირველი ნომერი უნდა ვაწყობთ მოკლედ ესეთი მოდელის აწყობისთვის აუცილებელი ატრიბუტებია ეს მე ამასაც ვიყენებ იმიტომ რომ ეს პატარაა და ხელს მტკენს ხო ეს თვითონ მოყვა ხო ეს არა აი ეს მოყვა ხო ეს აქედან ამოვიღე ახლა აბა ხო ესენი აი აქიდო ბიჭო ეს ორი რო ხსნიდი აქედან ამოხდა მე შენ კი იძახი რომ სამიდანო სუპრა მირჩევნიაო მაგრამ ესეც რაღაცა ძალიან ლამაზი უნდა გამოვიდეს მე მგონია ფუნქცია ამას ელექტრონულად აქვს ხო და აგერ ბატონი გუჯა დამეხმარება გახსენი აი ესე აბა ნახე ეს არის ჩვენი შპარგალკა ხო ამის გარეშე არ გამოდის რა კაი დავიწყოთ აწყობა ხო ესე იგი ვიწყებთ კაპოტით და შურუპების ყველაფერი არის AM უნდა იყოს ოხრად ეს არის AM აი აუ არა დოჯი ძალიან ლამაზია არა ესეც გადავდოთ გვერდზე არა გჭირდება მე მგონი შავ ქვედა მხარე დგება პირველი დგება აი ეს ქვედა მხარე ხო შიდა ნაწილი რა კაპოტის და დგება აი ეს მე გაჩვენეთ რა არის რა გამოვა ესე იგი 2 4 6 8 9 წელი შურუპი მინდა თქვენ მახსოვრე ხო 3 წელი ზაფასი დარჩა შეინახავ მაგას როგორ ყოველთვის დავდოთ აქ კაი დავიწყოთ აწყობა ისე ფორსაჟი რო არა ეს მანქანა ესეთი პოპულარული იქნებოდა ფორსაჟი ჩემი აზრით არა აქ ნამდვილად გვაქვს მაგის უფლება ის ერთი კითხვა მაქვს მაყურებელთან
ხო ყველას გეგონათ რომ 10,000 დოჯი იქნებოდა და იმიტომ არ ადიოდა ამდენი ხანი. არ შემცარხართ იქნება, მაგრამ სხვა მანქანებთან ერთად. კი. უბრალოდ პირველი ეს არ იქნება, მესამეა. რა შვებია. 4 შურუპია დამჭა. მაგას ესით მალე ვიზრდ. თავიდან დაწყება ადვილია ხოლმე, მე რთულდება. აი მე ვარ ცოდოთორი, ჯერ აგვიჭირს. ყველაზე მარტივი ეს უნდა იყოს. რატომ? ყველაზე ნაკლები განათება. ყველაზე ნაკლები ელექტროობა და ყველაზე მეტი ხო იცი სადაც არის. და ყველაზე მეტად მაინტერესებს თქვენი რეაქცია მაყურებლებო ამ მანქანაზე. იმიტომ რომ მე მაგალითად ზარ მაგარი რეაქცია მექნებოდა. კი, ნამდვილად. დავიშოკებოდი რა. ერთი კი არა, სამივე აქვს ტიპს. და ჩემი ოცნების მანქანები აქვს სხვათა შორის ტიპს, ეგეთ რაღაც. აი, ჯერჯერობით ესაა. მორჩა, ეს ერთი კარგად ზის? ხო. ხო. ყარად. თუ შენ. так, ეს მოვჭით. ეხლა გადავდივართ რაზე? ეხლა ესა. თავარი. ეს რო არ ჩაქრეს ხოლმე, არა? ეხლა ეს ტურბინა. ტურბინა რა? ჩარჯერი. ჩარჯერი. 3 სტაფილოსფერი ისა რა. სტაფილოსფერი არის, წითლებია. წითლები. ეხლა ეს ნერვებს უნდა მიჭირდეს ამის ამოღება. რა თქმა უნდა. ეგ ხო მაგისთვისაა გაკეთებული. ეს ერთი. ეს ორი. ეს სამი. და აი ესა. აქ ცოტა წილად. ხო. ძალიან ზოგი ნაწილი ძალიან ფაქიზი აქვს რა. ხო? კი. ნამდვილად ეგრეა. შეგი. ეს ენდება. შენთან ილაპარაკე. აი, ხო, ისე 2028 წელს 17 მარტს არის ბოლო ფორსაჟის პრემიერა. და ყველა ძველი მანქანა ბრუნდება, რომელიც გვიყვარდა. და ყველა საკულტო მანქანას აბრუნებენ მოკლედ რა. ეგ არის? ხო. აჰა. ეხლა შემდეგი. ერთი ცალი, სათარი. ეხლა შემდეგი. ესე იგი, ყველა ერთი მიმართულებით უნდა იყოს. ისე რო არ შემიშალოს რა. ერთადერთი ეს ბრენდია, რომელიც ძალიან მაგარ მანქანებს როგორ საკულტო მანქანებს რო უშვებს რა. ზის. დამუღამე. მესამეც? მესამე. ისე მაგარი თულია საწყობი კი არის. კი. ვინმეს თუ გონია ვიდეოში მარტივი ჩანს ხო? ვინმეს თუ გონია თუ სტული არ არის? ეს გამოვიდა ესეთი. შემდეგი. და პატარავიდა. შემდეგი გვინდა ჩვენ ეხლა ესა და თან არ მინდა რომ დავკატრო. ხო, ნელაქენი. ესა. ანუ ჩავაცვით და ეს დავახურეთ. უნდა დაახურო? ჩავდით, არა. მერე? აი, ხო, მერე? ესე. არ მაგრდება ეგა? მაინც აქ კიდე რაღაცა უნდა. რა, მოსადა. Так, ესა და ესა.
აი ეს არის ქვედანათი. ხო, ეგ სავარაუდოდ ბოლტებით. აი ვიჯო ნახრედები. აქ აქონია. ტორეტოსთვის ყველაზე საშიში მანქანა, რომელზეც დაჯდომაც გარისკა. ხო ეგრე იყო პირველ სერიაში. ესე. მერე და რამდენი შურუპით უნდა იყოს? 2-3-4. ჩავიდა. და შენ ტელეფონი ხელს მიშლის. შენ დაიდება. ეხლაც. ნუ ესე გვიწევს წვალება დოჯისთვის, მაგრამ ღიც. ისე მაინტერესებს ამ სამი მანქანიდან მაყურებლის ფავორიტი მაინც რომელი იქნება. მე კი ვფიქრობ, რომ 95% ჩემ აზრზე იქნება. მაგრამ მაინც. იმიტომ არ დაწეროთ, რომ ესა მე გამისტორდეს, რომელიც მოგწონთ ის დაწერეთ. იმიტომ რომ მართლა მაინტერესებს. მაყურებლები სამნაწილად გაიყოფა. ნახე ხარ როგორი რაღაც მოხდება რა. აი ამერიკულები ვისაც ევასება დოჯს აირჩევენ ყველა ვარიანტში. ხო ეგრეა. მაგრამ იაპონელებში დაეხა. მაყურებელს იმიტომ რომ ორივე მაგარია. და ბევრს ორივე მოწონს. მაგალითად როგორც მე. აი ვერ ვარჩევ რა. მაგრამ მე განანისანი არ მომწონს, მაგრამ უპირატესობას მაინც სუპრას ვანიჭებ. ნამდვილსაც. ვა. საინტერესო. არა, მაგრამ მევასება სუპრა, მაგრამ ნისანი უფრო გახსენი, ნისანი უფრო ახლოა ჩემ. რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდე. так. რას ვაკეთებ? ოღელავ ტირი, ცრემლი წავამი. აი ისე ბევრი აუტირებია მანქანას ფორსაში. აი ოღონდ ამის გახსნაზე არ ავწვალობდე და მეტი არ ეგ მაგარია. ყველაზე რთულად ეგენი იხსნება ხოლმე. აბა. დატანჯული ვარ ხოლმე. ნუ აქ სტანდარტულად ერთი შურუპი ზაპასად გრჩება ყოველთვის. ო, ნუ. დაკარგვის თემაა რა, რომ დაგეკარგოს. ჯდება აგერ აქ. ეს ერთი. ეს ორი. აი დაუჭირე. თვითონ გასწორდა. თავის ადგილას დადგა. ეგ საინტერესოა. ეგ არ მახსოვდა. და ამას უნდა 4 შურუპი. შვენიერი. მოჭა. აქ 4 შურუპი. სხვათა შორის ვინც არ იცით? მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი გამოშვებული დოჯია 1-8 მასშტაბში. ფორსაჟის სეტიდან. ყველაზე ცოტა R34-ია. ხო ეგრეა. კი. R34-ია და სუპრა ჯერ არ ვიცით. ჯერ სუპრა ვნახოთ. სავარაუდოდ ეგეც ყველაზე ცოტა იქნება. კი, მაგრამ მეგრენებელი. აი ესეთი რაღაცა გამოდის აი. სუპერჩარჯერის საქშენი. აი ესეთ მდგომარეობაში. ყენდება ეს. და აქეთ ყენდება ეს. ეს უნდა იყოს აი ესე. და ეს. ოპა, ჩაჭდა.
აი ეს მე ხო გითხარი ამ მოხდა მეთქი ეხლა რაც შეეხება აქ აი ეს ენდება აქ აპეთი ესეც ყველაფერი შურუპებით მაგდება სტანდარტია რა იმ მანქანებზეც ეგრეა ნუ აღარ დავკითხავ რომ დავიტანჯე ამის გახსნა დაკეთოთ ну მოკლედ 2028 წელს ფორსაჟის ბოლო ფირმე გამოვა და მაგითი მორჩება. ისე აქამდეც უნდა მორჩენილიყო, მაგრამ მაინც წესით ხო. იმედია ბოლო ფილმს მაინც ეს ერთს გამოუშვებენ. ჩაგივალ მაწვალოს ეს. დაწოვიდა. დაილოცოთ ამიადარებელი რა. პლასმასის იმებს ნუ ადარებ რა. ჩემი ცაცია. დაუმიზნე და ჩავსვი. იმედია ბოლო სერიას მაინც ეს ერთს გამოუშვებენ რა. იმედია. ბოლო ფორსაჟებს რო გადავხედოთ, აი მოკლედ მეშვიდეს მერე მაგარი აური ეს რა. მით უმეტეს თბილისიდან რაკეტა რო ფრინდება ეგ მაგარი. კი, ბევრ ვიდეოში ვახსენეთ ეგ, მაგრამ ახაც საჭიროა. რაკეტა არ აფრინდება. მანქანა კოსმოსში მიფრინავს. ეხლა გვინდა ეს აი ეს და ეს როლიკი ნახოთ. ისე მარტო მაგ სუპერჩარჯერის მას რა ამდენი ხანი ეს ყენდება ესე აწყობოს. ეს იყო ფორსაჟის პირველი მანქანა ერთ რვას. ვინც არიცით. და გააკეთეს 2019 წელს. პირველი მანქანა რა. ეგრე მახსოვს მე. ანუ დიდი ხანი არ არის რაც ერთი რვები დაისყო რა ზოგადად. ძალიან ცოტა ხანია. 6-7 წელი არაფერი არ არის მაგისტვის რა. ახალი ამბავია ეს. ფაქტიურად. როცა სხვა ისინი რა ქვია ბრენდები საკოლექციო მოდელებს უკვე საუკუნეებია უშვებენ. ეს უნდა მიხმარო უკვე. ეს დგება აი ეს ეხლა ეს უნდა შევაცუროთ ამაში აი ესე ამოყირავებული აი აქ აი ესე აი აი როგორ დგება ეს BDS BDS ხო ის არის და აქაც AP-ებით ყენდება ის არის აი გასოები არის კინოში იყო ხო BD და ესე ისე ეს მანქანები ორივე რო აიწყობა ხო სუპრაც და ესეც ხო პირველი ფორსაჟის სცენა რო ცოცხლდება რა ვშავ ფინალი ცხვირაწეული დავაყენო ესა არ ჩამოვარდეს კაცო 8 კილო ძიმია რა
გამისკდა. რა ვთქვა. ესეც დავაყენე. ურამალ ეკრება ეკრანი. Так, შემდეგი ნაბიჯი. მორჩა? ეგ ერთმანეთზე უნდა შეერთო? ესეც აპეთი ყენდება. და არა, მე ინახავ, მე მგონი ზედა რა ყენებ თუ რაღაც. ესეც აპეთი ყენდება. მთლიანი სუპერ ჩარჯერია აწყობთ. აი ვინც არიცით ერთი როებთან ვისაც შეხება არ ქონიათ დიდ ნაწილს მაინც. აი ესე ყველაფერი დაშლილია ხოლმე და ყველაფერი დეტალებში იწובה რა. კი ბატონო. მაგარი რაღაც უნდა გამოვიდეს ეგეთი ეჭვმაკ. არა ნაკლები მანქანებს. ეს ის როგორ გავაკეთო რომ ტრიალებდეს? სინამდვილეში არ ვიცი, ანუ სინამდვილეში უნდა ტრიალებდეს? არ ვიცი. რაც მე არ ვიცი ეგ. თუ დაჭერილი უნდა იყოს და ეს იყოს მაინც რა. თუ რომია გადაუჭერ. ხო. Так, ეს დავაყენე და დარჩა ესა. რო ჩავაცვათ და ეგ არის რა. და ხო, მე შეინახავ მაგას. ჩაჯდა? სო ერთი ნომერი მე მგონი მორჩა. ეს მზად არის და კაპოტიც მზად არის აგერ. პირველი ნომერი დასასრული. გაიცი.